დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. დილამ შვიდობის, ესეც ჩვენი ორი მხეცი გვერდი, ერთი ცოტა გასარეცხი, ერთი ძალიან გასარეცხი. მოკლედ სასტავ. გამარჯობა, როგორ ახართ? უკვე მომენატრეთ მივხვდით იმისა, რომ ცოტა ხნის წინ დავდე ვიდეო. შერეული ისინი იყო რეაქციები, ძალიან ბუნებრივია, ვიცი, მოველოდი იგივე რეაქციებს, ზოგმა თქვა, რომ ფუ ამაში ამ გაგაცვლევინაო, ფუ ის როგორ გაცვალეო, შენი BMW მერჩივნაო. კი, სასტავ, ჩვენი BMW ჯობდა ამ მანქანას, მაგრამ ამას აქვს პოტენციალი, რომ გამოვიდეს ძალიან მაგარი მანქანა. საერთოდ შეიცვლება. ანუ ამ კონტენტის არსიც ეგ არ არის, რომ საინტერესო მანქანები გვყავდეს და საინტერესო მანქანები გავაკეთოთ, ვნახოთ საბოლოო რეზულტატი რა იქნება და როგორ იქნება. ეს რომ რაღაცა მოსახმარი მანქანა ყოფილიყო და ოჯახში დასაწევებელი, ჩემთვის ამას არ გავაკეთებდი და ამდენი იმას რესურსს არ ჩავდებდი ამაში, რაც უნდა ჩავდო. შესაბამისად, ხო რა, ჩემი საქმის მე ვიცი, ვისაც მოგწონთ, ძალიან დიდი მადლობა, ვისაც არ მოგწონთ, არ მოგწონთ. ეგ პრობლემა არ არის. ძალიან დიდი მადლობა იმ დადებითი კომენტარებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ყველა უარყოფითი კომენტარისთვის, იმიტომ რომ ეგეც მოტივაცია არის ჩემთვის, მინდა გითხრათ, რომ ხალხს დაანახო რის გაკეთება შეიძლება ამ რაღაცისგან. ერთი შეხედვით ვიღაცისთვის შეიძლება ნაგავი იყოს, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მანქანას. ახლა ვინც იცის, იმან იცის და იმან დაწერა შესაბამისი კომენტარი, რომ ამისგან ძალიან მაგარი პროექტი გამოვა. კი, გამოვა. ჩემი ლიმიტირებული რესურსებით ჯერჯერობით და თქვენი გამომწერების დახმარებით ვაკეთებ ამ პროექტებს. ძალიან ბევრი მწერს, რომ მოდი დაგეხმარები ნებისმიერ რაღაცაში რაც გინდაო. ყველას უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. ძალიან მევასებით, თქვენი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და რა თქმა უნდა, ნაწილობრივ თქვენი დამსახურებაც არის ეს, რომ პროექტები წინ მიდის და არ საიდან ხოლმე ესეთი დახმარება გამოჩნდება, რაც მჭირდება ხოლმე. ზოგი ადგილს მთავაზობს, ზოგი მთავაზობს ამა და იმ ნაწილის შოვნაში მოგეხმარებიო, ამის გაკეთებაში მოგეხმარებიო, მეხერხება ეს რაღაცეებიო და მოკლედ ძალიან მიხარია რა. ახლა კი დავიწყოთ ეს ეპიზოდიც, უნდა დავხუზლოთ საინტერესო რაცხაებით. გეგმაში არის, რომ ტექნატურელება გავატაროთ ამ ეპიზოდში. ამისთვის გჭირდება კარტერიდან ზეთის ღვენთვის პრობლემის მოგვარება. CO არ ვიცი რამდენი აქვს, სათუშორის არ გაუტარეს ამას CO-ზე, იმიტომ რომ მგონი მაყუჩი არის გახვრეტილი სადღაც და ახლა მაგაზე ბრაკავენ ეგრევე როგორც ვიცი. ხელის მუხრუჭი, რავი, კარგი აქვს ამას და ეთყობა ცალი ნორმალურად ბალანსში არ არის და ძალიან არეული არის, როგორც ჩანს და მაგის არეგულირებაც შეიძლება. მივდივართ დღეს ANSI Motorsში, რომელიც შემომთავაზა ძალიან ბევრმა გამომწერმა და რომ ნახე და რომ გადავრეკე მაგათთან და რომ იმას ვქენი დავარესერჩე მთელი საქართველოს დავსერჩე, ასე ვთქვათ, ამის ნაწილებზე და არსად არ არის არაფერი შემორჩენილი და მანდ ANSI Motorsში მითხრეს, რომ მოდიო, გვაქვს ნაწილებიო და აი ძალიან გამიხარდა რა. არის ფონიჭალისკენ, ანუ რუსთავისკენ მიდიხარ და იქ ყოლიათ რაღაც სასწაული STI მოდელები რა. даже ერთი-ორ ვიდეოში არის TikTok-ში ნაჩვენებია გადგილი და აი რო აყენია Subaru-ები, ხო, ის კრემისფერი რაღაცნაირი და მოყვითალო კრემისფერი და ძალიან მაგარი ადგილია. ახლა მეც ვნახავ იქ, არ ვიცი გადამაღებინებენ თუ არა, მაგრამ შევეცდები გადავიყო. ვთრეულობთ წინა მარცხენა ფარს და უკანა მარცხენა ფარს. ამაზე ლინზის გამოსვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არც იშვება მგონი ამის ლინზა უკანა და სხვაგან ვერ ვიშვა, მოკლედ ეს ფარი ყველგან არის ის STI-ის ამო ბურცულიანი ფარი და ეგ არ მაწყობს აქ ჩემი ჩვეულებრივი დავტოვო. იგი ის უფრო ლამაზი იქნება, მაგრამ ამისგანაც კაი რაღაც გამოვა. თუ დამარტყა თავში და მოვინდომე STI-ზე გადაკეთება, უკანა ბამპერს ვიყიდი და ვიყიდი ფარებსაც, ისე რომ ამ ჩემ უკანა ფარებს გავყიდი რაც მექნება რა. ან თუ სპონსორი გამოგვიშთა, რა ვიცი, ვნახოთ. აი რა ჩვენ ხელთ რა რესურსიც არის, ბიუჯეტურად ყველაფერს ვაკეთებ და განახებთ როგორ შეიძლება გაკეთება. ჩემთან ერთად იძენთ ამ გამოცდილებას, მოკლედ. ახლა ხო, სპოილერიც გვინდა, რა თქმა უნდა, ამ სპოილერის შოვნას არაფერი არ უნდა ყრია, რასაც გვია ამის სპოილერები. და შეიძლება იაფად შევეცდები გავჩი თუ ან დაზიანებული ვიყოს ცოტა და ჩემი შესახები და ასე შემდეგ. eBay-ზე ვნახეთ ძალიან მაგარი დამატებები კიდე იმეების. კრილოების, უკაწინა და უკანა კრილოების, აუ ძალიან მაგრა გამოიყურებოდა ჩვეულებრივ მანქანაზე მიდის ეკრას ვერსიაზე და აი ძალიან ლამაზი იყო. მეც გავახუროთ ჩვენი Audi, თან კონდიციონერს ჩავთო, ამით უნდა წავიდე, იმით ვერ დავგიო, რადგან ზეთს ხურის ძალიან და კოლექტორზე ეწვეთება. ეგ დამატებები რაც ვნახე, მოკლედ აი ესე გამოდიოდა აქედან და კარებამდე მიდიოდა. პირდაპირ გერმეტიკით ჯდება. პანელ ბონდს რო ეძახიან მაგითი რა. ხო, ეხლა მივდივართ ამ ფარზე, მივდივართ წინა მარცხენა ფარზე. რომ უკვე შევძლო მანქანის გარეცხვა. ძალიან ბევრი წყალი შედის მოკლედ გარეცხვისას და
მაგიტომაც იყო გადამწვარი ყველა ნატურა თითქმის რა უკან. ეს ფარი კი დაზიანებულია, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება ისე რომ წყალი არ შევიდეს, შეიძლება დასილიკონება და ხო რა. ერთი ეს არის პრობლემა. ესეც გამოიცვლება. თუ საკეტი იყო თუ კლიტე იმისი უკანა საბარგულის მაგასაც ვიყიდი იქ, წეთ უნდა კონდეს და ეგაა რა. ამ სტიკერსაც მოვაშორებ მალე დიახ. უი ძრება ნახე, ძრება სტიკერი არიქა. აი ასე. საღებავი საყვა. პირველი აპგრეიდი. ხო, ნუ მოკლედ. ეს ნაგავი არ დავყაროთ, შევინახოთ და გადავყაროთ. უახლოეს სანაგვე ყუთში. კაი, მე უკვე შეძლებ ამის გადაწყვას. მაგ ყველაფერს რომ მოვაგვარებთ. ახლა კი დავიძალეთ ანსი მოტორსში. და ხო, წინა ვიდეოში დამავიწყდა მეთქვა, პროექტის მხარდამჭერი გენერალური არის Elite Mobi, რომელიც მთავარ არსად ყავს სპონსორად და ну ცოტა წვრილმანებში აქაც ვეხმარებიან. დიდი მადლობა მათ. ამერიკული ორიგინალი ტელეფონები აქვთ. თუ გნებავთ ტელეფონის შეცვლა, უეჭველნა მიმართოთ მათ. ლინკი აღწერაში და ყველაფერი ინფორმაცია შეგიძლიათ მიწეროთ და აკონტაქტოთ. მეც რა თქმა უნდა მათ ტელეფონით ვიღებ S21 Ultra მაქვს და ვიცი რომ ძალიან მაგრა გამოიყურება ეს ვიდეოები დღის შუქზე, ასე რომ ჩემი ტელეფონის დამსახურება კამერა არა მაქვს. მჭირდება ოპერატორი. როცა მაგრა გადავიღო ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. რეზი მეხმარება ხოლმე მაგაებში, მაგრამ რეზი არ არის ახლა ხელმისაწვდომი. აი ზედ ბევრს ლაპარაკობ, რეზი მუშაობს. შემოგერთება შუა პროექტში. დავუშვით ანსი მოტორსში. ეს ვინები გავაზრე ჩემი ნახე რა პიპიებია თო ოპა უკან მაიმბახი მოყვება თუ ეს კლასია ზერო რა წერია საღოლ კაი ტიპები არიან ნახე რა ვიცია მანქანები ბიჭო ერთხელ მაგის საშუალებაც მექნება ალბათ Okay, თითქმის მოვედით რუსთავის ავტობანიდან გადასახვევი მარჯვნივ და ნახოთ აბა რა აქვს და რა არ აქვს. და მე მგონი ადგილზე ვართ ხალხო, აბა ნახოთ. Okay, სასტა მე მგონი Subaru-ების 64-ში აღმოჩნდით. უკვე ხედავ იმ ხეც მანქანებს. აი აქეთ აყენი STI-ები. და ერთი ძველი აქ ყავს, ნახე. რა ჯიგარია. სატრიპერიც მაგრა უხდება და. მაგრამ არა ლურჯი მინდა. აი ზაკრას ხედავ. Sky გადაო. ოპა, Sky დღეჭდა. JDM-ის მოყავლის სასტავია, უკვე მომწონს აქაურობა. ეგ არის, შევიძინებ არის, მაგრამ ამერიკულია, იმიტომ რომ არ იყო ფიზიკურად იაპონური, ანუ გაწყვეტილია ხალხო ამის ნაწილები. ჩემსაზე ახლა ან გადავაკეთებ იმასაც ამერიკულზე, ან შევღებავ ამ პატარა ნაწილს შიგნით, ნაინცფრად ან ხანი იქნება ეგრე. პრობლემა არა, წესთან უნდა შემექმნას პრობლემა ტექნათვალიერებაზე მაგაზე. ხო, კიდე რა, შეჯერობით ეს ნაწილი შევიძინე და უკანა მარცხენა ფარი რომ მინდოდა და მითხრას რო არისო, დარეზერვება დამოვიწყდა და გამომრჩა და მომპარეს ჩემზე ადრე იყიდეს. მაგრამ ეხლა ვეძებთ უკანა მარცხენა ფარს ან ტექნათვალიერებამდე შეიძლება რამე ვიჩალიჩო ჩემით. აღვადგინო, რანაირად აღვადგინო, მაგრამ რავი, ნახოთ. ჩავდოთ ახლა ეს. აი ძალიან ცხელა სასტავ, ოკეი. ამერიკული ფარი აქ არის. ეხლა ვარ რეზისთან. რეზის мама ბატონი ზაზა ML-ს სვაპავს, ML-ი შეიძინა ძველი და ძრავი ვაყიდინე რა, ენდოსკოპით რაღაც შეუმოწმე, ახაზული ვარ ყოფილიყო და კალიბატორი ავარჩიეთ. ასე რომ დღეს მაგასაც განახებთ წესით, რა თუ არ ჩადგა უკვე. ეს სწრაფი არის. დავიდეთ რეზისთან. მოვაყენე რიზმენასთან ნახოთ აბა რასა ფუჭებს და ეს აქ იყოს ჯერჯერობით. და ხო, რიზმენას ნაბეღლავ უყურს და ეგ წაუღე. ნაბეღლავ, რა ვიცი, დაგვასპონსორე. ჩვენი არხის თითქმის ყველა ვიდეოში ნაბეღლავ იჭერს. აი რეზის რაღაცა ბანძი Volkswagen-ი. ეს ML-ი ბატონი ზაზასი. აბა რასაკეთებ რასაფუჭებენ. რასაკეთებ რასაფუჭებ, აბა ბიჭო რასაკეთებ გაგიმარჯოს. შენი კარგი, მე კი არა. როგორ ახალ ზო? სამიდაური მხილარი ჩავარდი შიგნით. სალამ. მოსალია. როგორ ახალ ხალხს მე გადაკვაცნე. ამოიღეთ შენ და ისაც დამავალე. აი აბა ახლა უნდა YouTube-ს ვანახო. რასაკეთებს ბატონი ზაზა? როგორ ახალ? რატო რამ დაგტანჯა? ხო იმისავით მორგვი, აი იტალიური ბაშმაკივით. პირველად რა წვო, ხო, პირველად ხო, სანამ გაერკვევი.
ნახეთ ჩემი რა ძრავი უდგას 309 ძმა 299 მეტრ ნახე ბაზარი არ არის ეს შეიძლება აბა ფარი ვიყიდი ამერიკული იაპონური არ ქონდათ ხო რატო არ ქონდათ რატო რა აღარ შემოდის რატო არ ქონდათ იმიტომ რომ აღარ ქონდათ რა ვქნა ძმა როგორ შეიძლება ვიცი ძმა დღეს ახლა ვალ მაგ შევცვლი და მე უკანა ფარს ვიშოვე ეხა ნახე რა ეს ხო შენი ვიდეო არის მე ჩაუძვით შენი ვიდეოს კომენტარს ვავს ყველა წავიდე მე ძალიან ბევრი არის უკმაყოფილო მაგრამ მე წინ რა დახვდებათ ეგ ხო მაგას დღეს დასაწყისში ეგუთხარი სხვათა შორის ხალხს ეგ გაჭირდება აი იმ ფერზე უნდა შევიდეთ აი ამ ფერზე უნდა შეიძლება ხო Subaru Blue რაც არის იმენა ხოვაზე ხარა და ყველაფერი კარგად მივეხმარე მიხარ თუ რაღაცაში და მე გავაგზავნებ კარგად შეიძლება მეც მივეხმარე ალკოჰოლობას ეს არ ვიგებინე აი რეზიკი არა ვარ არა მული მოტორია პირველი და ქოქოაბა ვნახოთ თუ და ქოქება ბატონიზაზეს ჩაგდებული მოტორი ჯეჯრობით ატრიალებს რაღაცა კაბელებში ვერ ვართ ალბათ ან სტარტერი იქნება ხო ან ზამოკი წავკრა ხო არ წავკრა აი ხა უნდა დაიქოქოს აი ხა მგონი რა ხა უნდა დაიქოქოს აი ხა უნდა დაიქოქოს აი ხა გავსწრებ აი ხა გავშვი რაღაც ჩემს აი ხა დავჭერ აი ო იმაში გადაიყვანა პეში ნეიტრალში შეიძლება არ დაიქოქოს აბსო და მას თქვენი ხელისმერი კიდე გაატრიალება სტარტერი შევცვალეთ აიცა მოძდებს ახლა ეგ არის ტრიალებს ძმაო მიდი აბა მიდი დაატრიალე გილოცავ გაზი არის აი გე სად ეხლა ისა გაბოლავს გაიტანს ნამწავს საღო კაი არის შეიძლება ერთ-ერთი ისა რა ტელეფონია გაზი გარიგულებული რა გაზი ჩაახო ოპა გააჩერე კლაპნები თუ არა საათი არის ეგ არის დაგოგილია ჩვენ კიდე გავაგზავნებთ მეორე დღეს რადგან უკვე აღარ მაქვს იმის თავი რომ ჩვენ Subaru-ზე ვიმუშაოთ. თუ პატარა საით კონტენტი იყო. აი შტატივი თან არ მაქვს, მივაყენებ ახლა ამ ფარს და ნახოთ. გაყენებულს განახებთ უკვე. ოპა, სასტავორი ფარი გვაქვს და ანთებს. ის მაკლია უბრალოდ შორს მაშუქი. მაგას ჩავალ ვიყიდი ნებისმიერ ადგილას იყიდება და დიდად არ ეტყობა ხო რა განსხვავდება. ძალიან უნდა ეგ მოხოვის მაშუქზე. ასე რომ ხო შვენიერია. ნახე რაღაცას ემსგავსება უკვე ეს მანქანა. ნელა ვხედავ ეს TI-ის ბოდიკიც. მაგრამ ზვირია ეგ ბოდიკიტი. ხო აქ ცოტა ვერ ვარ ძაზორებში, იმიტომ რომ ცოტა მოსარტყამი არის რა, დარტყმული არის აქ ეს მანქანა და მაგიტო ასე წასული. ასე რომ ხო, რაღაცა გამოვა. შვენიერი, მოხარული ვარ. მაგარია ძალიან. კაი, რა გავაკეთო ახლა? ეს დავაყენე. უკანა ფარი მჭირდება. ამასაც მოუხერხებთ რამეს, ზეთის ღვენთვას. და წვრილი მანდებზეც გადავალთ. ამასაც ვიშოვი როგორმე. ან გამოწერ თავის გასაღებით, ან აქ ვიპოვი, ვინმე შეიძლება კონდეს. თუ ვინმეს გაქვთ კიდე კომენტარებში. მამწერეთ. მაიც აქ მოხოვის მოშკი მუშაობს თუ არა კი მინახავს. თავისვე მოყვა და ბარემის დაუყენე. დიახ. შვენიერი. აი, ანთებს. ძალიან კარგია. აი, ეხლა მოვიფიქრე ფრის გაკეთება შეიძლება. დაგეწყვით. ოკეი, ქვემოდანაც შევხედე, კარტერი სველია, ზეთი ძალიან ოდნავ წვეთავს იქიდან და სავარაუდოდ რომ მიდიხარ სწრაფად რო აქსელერირდები იქიდან ჩამოდის უკან შეერთებაზე იმისი რა ქვია, გამშვების რა, გამშვები კოლექტორი ერთდება ერთ ადგილას და მან დაწვეთავს სავარაუდოდ და მერე იწვება ეგზეთი და მერე ბოლს უშვებს რა. მაგას წესით კარტერის პრაკლატკა არა აქვს ამას, მაგრამ გერმეტიკი უშველის რა, ახლენ დავაგერმეტიკებ მერე ზეთსაც შევცვლით მედარეზი ჩვენით. ამას ამ დღეებში ვიზავწევთ. ტექნატურილებას გადავაცილე, მაგრამ იმედია კამერა არ დაგვიწერს. ნუ დღეს მთავრდება და დღეს ვერ ვაცებ მაგის გაკეთებას, ასე რომ ხო, მანქანა მუშაობს, ხოთზეა. ამ ABS-საც გავარკვევ, მე დავხსნით ABS-ის სენსორებს, მედარეზი გავწმენდავ თან რავი, შეიძლება შევცვალოთ და ყველაფერი მოგვარდება. მთავარი პრობლემა ამისი ეგ არის ახლა ზეთს რო უშვებს კარტერიდან. წავალხარ საწვავს ჩავასხავ ცოტას, მე ვიყიდი აი ამას. შორს მაშუქს ესეთ მოხსენი რომ იმუშათ მქონდეს. ასეთ შორს მაშუქს ვიშოვი და ეგ არის დღეისთვის მეყოფა.
ვიცი რომ ცოტას ვაკეთებ დღის განმავლობაში, მაგრამ ფიზიკურად სხვას ვერაფერს ვერ ვიზავ ჯერ. ფინანსებში შეზღუდული ვარ, რაღაცა სხვა რო ვიყიდო. რაღაც სხვა გავაკეთო და ადგილის დაკავებული ახლა რეზის გარაჟში სხვა მანქანაა შეყენებული. იამაზ და არც სალია რეზის, ასე რომ ხო, პრობლემა არ არის, ნელ-ნელი, მაგრამ სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ. დავაშვები ახლა ვიყიდი ამის ნათურას. არა კომფორტულია რა, ავტომატიკა რა. ჩავთოთ კონდიციონერი, მაგრამ ისწორდება კონდიციონერი რო აქვს. იშ. დაუბერა, კარგია, მომწონს. ორი ფარით მოძრაობა უკვე მშვენიერია. უი ხო, საკეები ეხსნება ელექტრონულად, ნახეთ. მაგარია. მაგრამ ამას უჭირს ცოტა, ეს ხელით უნდა გააღო. ახლავე გავაღებთ. ამასაც შევწვდი. ეგ არაფერია. და ცოტა გასაწმენდია კონტაქტი აქვს. აი წვრილმანი რაღაცეები რა ხალხო, რა მშვენიერი მანქანაა, რასაც ჩოდით. კომენტარებში რომ ამიკელით ყველამ. ხო, ამაზე კაი აზრები გვაქვს, ლამაზად გადავაკეთებთ. ლურჯად რო შეიღებება მანქანა, ეს პლასმასებიც მინდა რომ ლურჯად შევღებო და იქნება ვაფშე მაგარი რა ხო ხდებით. ეგ არის. ორი ცალი ახალი დათურა ვიყიდე, ორი ცალი, იმიტომ რომ მეთქი ორივე ახალი იყოს ყველაზე ხართ და ეს მექნება სათადარიგოთ, სადარი კაცო. აგერ ორი ახალი და ერთი ძველი, ეს იქნება სათადარიგო თუ რაღაცაა. წევედით სახში და დავაყენებთ. და ორივე შორს-მაშოკი მზად არის. ფარები გვაქვს. ასწორებს, ნელ-ნელა იხოდება. გავაგზავნებთ მომდევნო დღეს, მომდევნო სამუშაო დღეს. ხო, ნუ მოკლედ სასტავ მეორე დღეს გაგრძელება არ გამოვიდა. რადგან ფიზიკურად ფინანსებში ვარ შეზღუდული და პლუს დრო არ მეყო. ამის მიუხედავად ეს ეპიზოდი მაინც გამოვა, კი, ცოტა მოკლე ეპიზოდი და ცოტა უინტერესო ეპიზოდია ჩემი აზრით, მაგრამ ნელ-ნელი ნაბიჯებით მივდივართ წინ როგორც გითხარით. გამომიშტება სულ მალე ფინანსები წესით და გავაგზავნებთ მანქანაზე ჩალენჯს. არ მოიწყვინოთ, ინტერვალს ვამცირებ ნელ-ნელა ვიდეოების დადების და იმედია მოგეწონათ. მანამდე კი უბრალოდ უნდა დაელოდოთ. თუ მოგიწონთ ეს ვიდეო ლაიქი არ დაგავიწყდეთ, გამოიწვეთ არხი, თუ ახალი ბრძანდებით. 30000 გავამწერი გვინდა და მე 50 და მე ხო რა იმედია ამ არხზეც როგორღაც ავალთ 100000 გავამწერზე პროექტების გაგრძელებით. როგორღაც უნდა მოვიზიდოთ კომპანიები, როგორღაც უნდა გავჩვენოთ ცოტა დიდი სპონსორი, რომ ჩვენნაირად გულით მიუდგეს ამ საქმეს და დაგვეხმაროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, მასე განაგრძეთ. და მე გენახავთ შემდეგ ვიდეოში. აბა თქვენიცით. დროებით.